დიდება იესოს. როგორც თქვით, რომელთა 16-ში დაწერილია, ხოლო მშვიდობის ღმერთი მალე თქვენს ფეხით შემოსრავს სატანას. თქვი ამინ. გალატელთა მესამე თავის პირველიდან მეოთხე მუხლის ჩათვლით. თქვენ იცით, რომ პავლე მოციქულმა დაწერა წერილი გალატელების მიმართ. პავლე მოციქულმა ასწავლა, რომ თუ თქვენ გინდათ, რომ გამართლდეთ ღმერთის წინაშე და გადარჩეთ, რომელსაც ჩვენ ცხონებას ვეძახით, ანუ პავლე მოციქულმა ასწავლა, თუ თქვენ გინდათ, რომ ცხონდეთ, ანუ თუ თქვენ გინდათ, რომ ღმერთის წინაშე მართალი იყოთ აქაც და მარადიულად ზეცაში, როდესაც გარდაიცვლებით, ამისათვის გჭირდებათ იცოდეთ. გჭირდებათ ერთი რამ და უნდა იცოდეთ. უნდა ირწმუნოთ იესო ქრისტე. მისი ჯვარცმა, უნდა ირწმუნოთ, რომ ჯვარზე რომ გაეკრა იესო ქრისტე, ამ დროს ის როგორც მსხვერპლი, როგორც კრავი შეეწირა თქვენი ცოდვებისათვის, თქვენ რომელიც ცოდვაში იყავით და ღირსი იყავით, მომკვდარ იყავით, ღირსი იყავით ჯოჯოხეთში წასულიყავით, იესო ქრისტემ თავის თავზე აიღო თქვენი ცოდვები, თავის თავზე აიღო სასჯელი, რომელიც თქვენ გეკუთვნოდათ და თქვენს მაგივრად მოკვდა. თქვენს მაგივრად გახდა დამნაშავე. ყველა თქვენი ცოდვა აიღოთ საკუთარ თავზე. თუ ვიღაც მრუში იყო, იესო გახდა მრუში. თუ ვიღაც ლოთობდა, იესო გახდა ლოთი. თუ ვიღაც იყო ავაზაკი, იესო გახდა ავაზაკი. და ღმერთმა იესო ქრისტემ აიღო ყველა ეს დანაშაული ღმერთის მამის წინაშე და თქვა, რომ ყველას მაგივრად მევხვდები ცოდვილი. და ის დაისაჯა გოლგოთის ჯვარზე, მოკვდა როგორც ცოდვილი. თვითონ ის ცოდვილი კი არ იყო თავისი ცხოვრებით, მან წმინდად იცხოვრა, მაგრამ ჩვენს გამო გახდა ცოდვილი. ყველა ჩვენი ცოდვები აიღო საკუთარ თავზე, მოკვდა და ფასი გადაიხადა, ანუ მსხვერპლად შეეწირა, ანუ ჩვენს მაგივრად დაისაჯა. და პავლე მოციქულმა ასწავლა ხალხს, რომ ყველა თქვენი ცოდვა ახლა წაიღო იესო ქრისტემ და თქვენ უკვე თავისუფლები ხართ. უბრალოდ უნდა ირწმუნოთ, უნდა გჯეროდეთ, რომ ეს მოხდა და იესო ქრისტემ ნამდვილად ეს გააკეთა. თუ თქვენ ამას ირწმუნებთ და დაიჯერებთ, მაშინ არაფერი არ გჭირდებათ, უბრალოდ იესო ქრისტემ ისე შეგიყვარა თქვენ, მამამ ისე შეგიყვარა თქვენ, რომ საჩუქრად მოგცათ იესო ქრისტეს თავისუფლება, იესო ქრისტეს სიწმინდე, ჯვარზე შენაცვლებითი მსხვერპლი მოხდა, თქვენი ცოდვები თქვენ ცხოვრებაში რაც ცოდვები დააგროვეთ, რაც უკეთურებები დააგროვეთ, იესო ქრისტეს გადაეცა, იესო ქრისტეს მიეწერა, ხოლო მისი უცოდველი ცხოვრება, რომელიც ჰქონდა იესო ქრისტეს, თქვენ მოგეცათ საჩუქრად, ანუ მადლით გადმოგეცათ. აი თუ ამას ირწმუნებ ყველაფერს, მაშინ თქვენ უკვე ღმერთის წინაშე გამართლებული ხართ. რატომ ვართ გამართლებული ღმერთის წინაშე? იმიტომ რომ როდესაც ღმერთის წინაშე ვდგებით უკვე, თუ ეს გვწამს, ღმერთი მამა ჩვენ ცოდვილად კი აღარ გვთვლის, არამედ გვთვლის სიწმინდედ, იესო ქრისტეს სიწმინდე არის ჩვენში. ჩვენში მამა უკვე ხედავს იესო ქრისტეს, რადგან იესომ ჩვენს მაგივრად ფასი გადაიხადა. რადგან მისი სიწმინდე გახდა ჩვენი საკუთრება, ხოლო ჩვენი უწმინდურება მან წაიღო. და პავლემ ასწავლა ასე და უთხრა, თუ თქვენ ამას ირწმუნებთ,
შეგიძლიათ თავისუფლად იაროთ. შეგიძლიათ თქვათ, რომ მე იესო ქრისტეში ვარ წმინდანი, მე იესო ქრისტეში ვარ თავისუფალი. იესო ქრისტემ გამანთავისუფლა, ბორკილები მომხსნა, საჩუქარი მომცა. და გალატიის ეკლესიებს უხაროდათ, ამოვისუნთქეთ, ჩვენ ცოდვილები აღარა ვართ, ჩვენ წმინდანები ვართ. და როდესაც ისინი მე ახლა რა თქმა უნდა ხატოვნად ვამბობ ახლა რასაც ვიტყვი, აქამდე რაც ვთქვი სიტყვაში წერია ყველაფერი. ხატოვნად ვამბობ ახლა რომ შეხვდებოდნენ ისინი ნათესავებს, მეგობრებს, ახლობლებს და გაღიმებულები დადიოდნენ. და ვიღაც ავაზაკი იყო ადრე, ვიღაც მრუში იყო ადრე, მაგრამ ეხლა გამართული დადის და ამბობს მე წმინდანი ვარ, მე წმინდანი ვარ. ყველას ეცინება რანაირი როგორი წმინდანი ხარ შენ, ვიცით რომ ავაზაკი იყავი წარსულში. მაგრამ ჩემი ავაზაკობა იესო ქრისტემ წაიღო და მისი სიწმინდე საჩუქრად მომცამე, მისი ცხოვრება გახდა ჩემი ცხოვრება და ჩემი ცხოვრება გახდა მისი ცხოვრება. ამიტომ ძვირფასებო ადამიანები იცვლებოდნენ და ემსგავსებოდნენ ღმერთს, აღარ ავაზაკობდნენ, აგრძელებდნენ ცხოვრებას უფალში. და ასე მხიარული, ბედნიერი, თავისუფალი, ლაღი იყო ეკლესიები, მაგრამ ჩამოვიდნენ იერუსალიმიდან სხვა მქადაგებლები და ეუბნებიან ამ გალატიის ეკლესიებს. თქვენ რაც ირწმუნეთ, რომ რაც პავლე მოციქულმა გასწავლათ და რაც ახლა მე ვთქვით, თქვენ გონიათ რომ მართლები ხართ და წმინდანები ხართ ახლა? არა. თქვენ ჯერ არა ხართ მართლები. თქვენ გჭირდებათ კიდევ რჯულის დაცვა, წინა დაცვეთა, რიტუალების შესრულება, სხვადასხვა რამ, შეწირვები და ასე შემდეგ. თუ ამას არ გააკეთებთ, ვერ გამართლდებით. და დაუჯერეს და შეეჭვდნენ. აქამდე ვამბობდით, რომ წმინდანები ვართ ჩვენ, მაგრამ ამ ჩამოსულებმა უთხრეს, წმინდანი ის არის, ვინც საქმეებით არის წმინდანი. შენ ამბობ, რომ წმინდანი ხარ, მაგრამ წმინდანი ის არის, ვინც ცოლი არ მოიყვანა, სვეტზე ცხოვრობდა, არ ლაპარაკობდა, სულ შავები ეცვა, რაღაცებს იკლებდა, საქმეებს აკეთებდა, სულ ეკლესიაში იყო, აი წმინდანი ის არის. და ეუბნებოდნენ, რომ თუ შენ გინდა სიწმინდეს მიაღწიო, ამისათვის რაღაცები უნდა გააკეთო შენ ცხოვრებაში. ანუ სხვაობა ის იყო, რომ პავლე ეუბნებოდა, რომ შენ არ გჭირდება არაფერი, საჩუქრად გეძლევა ეს. მაგრამ მოშურნეები, ანუ ის ქადაგებლები ამბობდნენ, რომ ეს საჩუქარი არ არის, ამას დამსახურება სჭირდება. იცით ძვირფასებო, აქედან მოდის უკვე წმინდანობის ინსტიტუტი, დამსახურებით. და პავლე მოციქულმა როდესაც გაიგო, რომ ასეთი სწავლება, სწავლებით ასწავლეს და ეკლესიებმაც მიიღეს ეს, ეხლა წერს გალატელებს წერილს და ეუბნება, ასწავლის და საყვედურობს, რომ დაუჯერეს ახალ სწავლებას, სხვა სახარებას და არ დაუჯერეს იმ გზას, არ გაყვნენ იმ გზას, რომელიც პავლე მოციქულმა დააფუძნა. და მესამე თავში ეს ეუბნება, ის წერს თავის ეკლესიებს, თავის მიერ დაფუძნებულ ეკლესიებს, ადამიანებს, მრევლს, ხალხს, რომელთანაც მან დიდი დრო გაატარა, რომ ესწავლებინა. ჰოი უგუნურო გალატელებო, ვინ მოგაჯადოვათ, რომ არ დამორჩილებოდით ჭეშმარიტებას. თქვენ, ვის თვალწინაც აღიწერა ჯვარცმული იესო ქრისტე,
მხოლოდ ეს მსურს ვიცოდეთ თქვენგან, რჯული საქმეებით მიიღეთ სული თუ რწმენი შესმენით, ნუ თუ იმდენად უგუნურები ხართ, რომ სულით დაიწყეთ და ახლა ხორცით ამთავრებთ, ამაოდ იტანჯეთ ამდენი, თუ ასია ამაოდ. იცით ძვირფასებო, ეს არის დიდი საყვედური. ის უწოდებს უგუნურებს, მოჯადოებულებს, ერთი მითხარით, თქვენ რწმენით მიიღეთ ეს ყველაფერი, თუ თქვენი საქმეებით მიიღეთ ეს ყველაფერი. მოდით გადავიდეთ პირველ საუკუნეში. რა ერქვა გალატიის ეკლესიას პირველ საუკუნეში. ჩვენ დღეს გვაქვს ეკლესიები, დენომინაციები, ზოგს უწოდებთ მართლმადიდებლურ, სამოციქულო ეკლესია, ზოგი არის კათოლიკე ეკლესია, ზოგი არის სახარებისეული, ზოგს ევანგელისტური, ზოგს რა სახელი ქვია და რა სახელი ქვია. დღეს ძალიან ბევრი განშტოებებია. მოდით ვთქვათ, რა სახელი ერქვა გალატიის ეკლესიებს. ჩვენ ვიცით ღმერთის სიტყვაში, რომ თავდაპირველად ქრისტიანებსაც არ ეძახდნენ. ეს შეათქვეს შემდეგ ქრისტეს მიმდევრები. იესო ქრისტეს მიმდევრები. ისინი თავიანთ თავს უწოდებდნენ მოწაფეებს. მათ არც უფიქრიათ, რომ რაღაც დაეარსებინათ ეკლესიები, დენომინაციები. ჩვენი შეგვიძლია ვთქვათ და ვივარაუდოთ, რომ მათ ჰქონდათ რაღაც უწოდებდნენ რაღაც. აი მაგალითად, როდესაც იტყოდნენ, რომ შენ რომელ ეკლესიაში დადიხარ, ხო? რაღაცა ხო უნდა ეთქვათ. რაღაცა, მაგალითად, თუ დადიოდნენ სინაგოგაში, ეთყოდნენ, რომ თბილისის სინაგოგაში დავდივარ, ან სხვა ქალაქის სინაგოგაში. გალატელთა 2:12-ში წერია, რადგან ვიდრე ზოგიერთები მოვიდოდნენ იაკობისგან, პეტრე წარმართებთან ერთად ჭამდა. ანუ მათ როდესაც უნდათ ეთქვათ, რომ იერუსალიმის ეკლესიიდან მოვიდა მქადაგებელი, ისინი ამბობდნენ, რომ იაკობისაგან მოვიდნენ ვიღაცა. არის ხოლმე რო იტყვიან ხოლმე, შენ სად დადიხარ რომელ ეკლესიაში? მე პასტორ ზაალიცთან დავდივარ. ანუ მაშინ იყო ასე, რომ იაკობის ეკლესია, იმიტომ რომ იაკობი იყო ხელმძღვანელი. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, ვივარაუდოთ, რომ ასე უწოდებდნენ გალატიის ეკლესიას. სად მიდიხარ? პავლეს ეკლესიაში დერბეში. ან პავლეს ეკლესია ლისტრაში, იკონიაში, ან პისიდიის ანტიოქიაში, ხო? ეს არის გალატიის ეკლესიები. შეიძლება ასე ერქვა მაშინ არ ერქვა სამოციქულო, მართლმადიდებლური ან რაღაცა ესეთი. პავლეს ეკლესია დერბეში. მოდი ვთქვათ, შეიძლება მათ უწოდებდნენ მადლის ეკლესიებს. რატომ? იმიტომ რომ ეს ის ეკლესიებია მადლზე, რომ მადლით რო ამბობენ, მადლით ქადაგებენ, მადლზე ქადაგებენ. ეს ის ეკლესიებია, რომ ამბობენ, რომ მადლით არის მხოლოდ გადარჩენა და არა საქმეები აღარ არის საჭირო. ამიტომ შესაძლებელია, რომ მადლის ეკლესიებს ეძახდნენ, შეიძლება ეძახდნენ პავლეს დაარსებულ ეკლესიებს. დერბეში, ლისტრაში და იკონიაში. ამას მიტომ ვამბობ, რომ მინდა რომ თქვენს გონებაში გაიხსნას რა ხდებოდა პირველ ეკლესიაში. იმიტომ რომ დღევანდელ დღეს ყველა ეკლესია იჩემებს, რომ ჩვენ ძველიდან მოვდივართ, ჩვენ ყველაზე ძველი ვართ, ჩვენ სამოციქულო ვართ და ასე შემდეგ. ამიტომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ საფუძვლებში რა და როგორ იყო. მოდი ვთქვათ, წავიკითხოთ რომელთა 23-24-ში რა წერია. ვინაიდან ყველამ შესწოდა და მოკლებულნი არიან ღვთის დიდებას და უსასყიდლოდ მართლდებიან მისი მადლით ქრისტე იესოში გამოსყიდით. ანუ ეს მითო მოვიტანე ეს მუხლი, რომ შესაძლებელია მადლის ეკლესიას იმიტომ ეძახდნენ, რომ პავლე მოციქული ასწავლიდა ასე. ყველამ შესწოდა, როდესაც მიდიოდა სადღაც, ვინც არ იცოდა იესო ქრისტეს შესახებ, არ იცოდა ქრისტიანობის შესახებ, გაგონილი არ ქონდათ არაფერი, ის ეუბნებოდა ხალხს. თქვენ ყველანი ხართ, პავლე მოციქული ეუბნებოდა ხალხს, თქვენ ყველანი ცოდვილები ხართ. მე მახსოვს, რომ
მახსოვს ძალიან ადრე ერთ საავადმყოფოში შევედით საქადაგებლად და ვუქადაგეთ რაღაცა და უთხარით რომ ყველა ადამიანი ცოდვილია საერთოდ და ერთი ქალმა მე არაფერი ცოდვა არ მაქვს და ერთი ჩემს გვერდზე ვინც იყო იმან უთხრა აბა მითხარიო ერთხელ მაინც თუ გაგიკეთებია აბორტიო ისეთი დიდი ხნის ქალი იყო და გაჩუმდა ანუ ადამიანები თვლიან რომ მას ცოდვა არ აქვს მაგრამ თუ შენ თუნდაც შეგშურდა თუნდაც რაღაც ბაგეებიდან წყევა ან გინება წამოქვს და ან უშვერი სიტყვა უკვე ცოდვაში ხარ შენ ღმერთის სიწმინდის წინაშე ყველა არის ცოდვაში ამიტომ პავლე მოციქული ქადაგებდა ასე რომ იცოდეთ ყველა ცოდვაში ხართ ყველამ შესწოდა ასევე უნდა იცოდეთ რომ ზეცაში მხოლოდ წმინდა ადამიანი მოხდება ზეცაში უწმინდური ვერ იქნება ისევე როგორც ახლა ამ დარბაზში რომ ვთქვათ ტალახიანი მოუწმინდეთ ყველაფერი და ტალახიანი ფეხებით დაიწყეს შემოსვლა ჩვენ შეიძლება უთხრათ რომ ტალახიანი ფეხებით ამ დარბაზში ვერ შემოხვალ ბახილები ჩაიცვი ასევე არის ზეცაში უწმინდური ვერ მოხდება და ადამიანები კითხულობდნენ ეხა შენ თუ იმას ამბობ რომ ბაგეებიდან ერთხელ მაინც თუ უწმინდური სიტყვა წამოქვს და ამ თავში გაგვიარა რაღაცა ფიქრმა ან ვიღაცას შევხედე სხვანაირად ან შემშურდა ან რაღაცა ასეთი ადამიანი არის ესე იგი თუ ესეთი პატარა რაღაცა უწმინდური გრძნობაც მომივიდა ვერ მოხვდები ზეცაში გამოდის რომ ზეცაში ვერავინ ვერ მოხვდება ხო ზეცაში ვერავინ ვერ მოხვდება იმიტომ რომ აბსოლუტურად წმინდა ადამიანი გარდა იესო ქრისტესი არავინ ყოფილა ამიტომ პავლე ეუბნება რომ კარგად უნდა გაიგოთ ყველამ შესწოდა და ამიტომ ვერავინ ვერ მოხვდება ზეცაში ყველა წავა ჯოჯოხეთში ამიტომ მოკლებულნი არიან ღვთის დიდებას ანუ ღმერთის დიდებაში ყოფნას ღმერთის კეთილგანწყობას იცით ძვირფასებო ღმერთის კეთილგანწყობა რომ მოიპოვო ამისათვის საჭირო არის ღმერთის მოსაწონად მოიქცე ყველაფერში ერთ რამეში კი არა ყველაფერში მაგრამ ეუბნებოდა პავლე მოციქული ამიტომ გამოუვალ მდგომარეობაში ხართ თქვენი საშველი არ არსებობს გზა აუცილებლად მოცილებული იქნებით ღმერთის დიდებას მაგრამ მე მაქვს კეთილი უწყება მე მაქვს სასიხარულო ამბავი მე მაქვს ევანგელие რა არის ეს სასიხარულო ამბავი უსასყიდლოდ დაუმსახურებლად საქმეების გარეშე თქვენი ძალისხმევის გარეშე მართლდებიან მისი მადლით ანუ მისი საჩუქრად მოცემით ქრისტე იესოში რწმენით გამოსხვითით დიდება იესოს აი ეს არის პავლე მოციქულის ქადაგება ამიტომ შესაძლებელია ამ ეკლესიებს ეძახდნენ ეკლესიებს რომლებიც საჩუქარზე არიან დამოკიდებული ეკლესიები რომლებიც საჩუქრის მოლოდიში არიან ანუ ეკლესიები რომლებმაც საჩუქრად მიიღეს ყველაფერი მადლით მიიღეს ყველაფერი მოდი ვთქვათ რას ეძახდნენ იერუსალიმის ეკლესიას ამასაც ხატოვნად ვამბობ სახარებაში ეს არ წერია ღმერთის სიტყვაში ეს არ წერია ანუ ეკლესიას სახელი ერქმევა იმის მიხედვით რასაც ქადაგებს ხო მოდი ვთქვათ რას ეძახდნენ იერუსალიმის ეკლესიას იერუსალიმის ეკლესიის მახასიათებელი იყო რა მასწავლებლები იქედან რას ასწავლიდნენ ჩვენთან ყველანი მოშურნენი არიან ანუ ქრისტე გვწამს მაგრამ ასევე რჯულს ვიცავთ იერუსალიმის ეკლესიის სახელი შესაძლებელია ასეთი ყოფილიყო რჯულის დამცველთა ეკლესია ტრადიციული ეკლესია გადმოცემების ერთგული ეკლესია სამოციქულო ეკლესია იმიტომ რომ მოციქულები იყვნენ თავმოყრილი
პირველი ეკლესია, საყოველთაო კათოლიკე ეკლესია, იესოს ხელდასხმების გამგრძელებელი ეკლესია. ნახეთ ძვირფასებო, ყველა ეს ტიტულატურა იყო ამ ხალხში, მაგრამ რა იყო პრობლემა მაშინ? პრობლემა ის იყო მაშინ, რომ გამოცხადებული არ ქონდათ, გაცხადებული არ ქონდათ ნამდვილად ის, რასაც პავლე მოციქული ქადაგებდა. ხედავთ ძვირფასებო, სახელები კი კარგია, მაგრამ ეწინააღმდეგებოდნენ ეს მასწავლებლები იმას, რაც გალატიაში იყო მასწავლები. მე მინდა რომ დაინახოთ თქვენ, რომ აქ უკვე ორი დენომინაცია იკვეთება. ორი ქრისტიანული მიმდინარეობა იკვეთება. ისინი ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან. რა არის ეს ორი მიმდინარეობა? ერთი ამბობს, რომ მხოლოდ იესო ქრისტეს რწმენაა საჭირო და თუ ეს გულში გწამს, საქმეები აღარ არის საჭირო, არც ტრადიციები, არც რჯული და არაფერის დაცვა. რჯულზე ცალკე ვისაუბრეთ ჩვენ, რჯული რას ნიშნავს აღსრულდა იესო ქრისტეში და როდესაც მე მადლით გადარჩენაზე ვსაუბრობ და საქმეებით რო არ არის გადარჩენა, ამაზე მე ნასაუბრები მაქვს. და კიდე ვიმეორებ, რომ საქმეებით, შენი მოქმედებებით კი არ მოდის რწმენა და გამართლება, არამედ რწმენას მოაქვს საქმეები. თუ შენი საქმეები არ შეესაბამება რწმენას, მაშინ ესე იგი საქმეები ამბობს, რომ შენ შესაბამისი რწმენა არ აქვს. ზოგი იტყვის და მე ამაზე ვიქადაგე, ბევრი ვისაუბრე, აღარ გავიმეორებ, მაგრამ მოკლედ ვიტყვი. ზოგი იტყვის, რომ თუ საჩუქრად მოდის ეს ყველაფერი, წამოვწვევი მხარდეზოზე და ყველაფერი მოვა თავისთავად გადარჩენა. თუ შენ ასე ფიქრობ, ეს შენი ფიქრი უკვე ლაპარაკობს იმაზე, რომ შენ რწმენა არ გაქვს. თუ შენგან მოდის რწმენა და შენ აღქმული გაქვს იესოს ჯვარცმა და გამოსახულია შენში იესოს ჯვარცმა და კვდრეთი დაღდგომა და მისი მნიშვნელობა, შენ ეს რწმენა მხარდეზოზე ვერ წამოგაწვენს. პირიქით, მოგცემს დიდ პასუხისმგებლობას და სურვილს, რომ იშრომო და შენი საქმეები იყოს ძალიან დიდებული, რომელიც გამოდის რწმენისაგან. შენი რწმენა წარმოშობს შესაბამის საქმეებს, რომელიც იქნება ღმერთისათვის სასურველი. პირველ საუკუნეში, მეგობრებო, იკვეთება ორი განშტოება. პირველი განშტოება არის ასეთი: გამართლება, გადარჩენა მოდის იესო ქრისტეს რწმენით, უსასყიდლოდ მისი მადლის საშუალებით, საჩუქრად. მეორე განშტოება, გამართლება მოდის იესოს რწმენით, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. რწმენას მიუმატოთ საქმეები, სჯულის და რიტუალების დაცვა. მოდით და ეს ორი მიმდინარეობა ეჯახება ერთმანეთს და შეგვიძლია გავავლოთ პარალელი თანამედროვეობასთან. დღესაც ასე არის ძვირფასებო. არის ეკლესიები, რომლებიც ქადაგებენ მხოლოდ რწმენას, მაგრამ არის ეკლესიები, რომლებიც ამბობენ არა, ტრადიციები, სჯულის დაცვა და გარკვეული რიტუალები აუცილებელი არის. პავლე, რომელიც სათავეში ედგა ასეთ ეკლესიებს, რომლებიც ქადაგებდნენ მადლით გადარჩენას და მოშურნენი, რომლებიც იყვნენ იერუსალიმის ეკლესიებში და ამბობდნენ, რომ სჯულის დაცვა აუცილებელია და წინა დაცვეთა ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდნენ და ჰქონდათ ძალიან დიდი დაპირისპირება. ვიმეორებ, დიდი დაპირისპირება და არა მცირედი დავა. გალატელთა 1:8-9 წერია:
მაგრამ თუნდაც ჩვენ პავლე მოციქული ეუბნება გალატელებს, მაგრამ თუნდაც ჩვენ ან ანგელოზმა ზეციდან გახაროთ არა ის, რასაც ჩვენ გახარებდით, წყეულით იყოს იგი. ანუ თუ ვინმე მოვა თქვენთან და გეტყვით იმას, რომ მადლით გადარჩენა არ არის საკმარისი რწმენით, არამედ კიდევ საქმეები და რჯული, პავლე ამბობს, რომ წყეულით იყოსო. როგორც უკვე ვთქვით, ახლა კიდევ ვამბობ, თუ ვინმემ გახაროთ არა ის, რაც მიიღეთ წყეულით იყოს, ორჯერ წყეულის. ნახეთ, როგორი დაპირისპირება ამ ორ მიმდინარეობას შორის. ასე რომ ძალიან დიდი დაპირისპირებაა, ჩვენ არ ვიცით ახლა ისინი რას ამბობდნენ, ჩვენ მხოლოდ ის ვიცით, რომ მოშურნეები, რომლებიც პავლეს მოწინააღმდეგეები იყვნენ, ისინი ამბობდნენ, რომ პავლე არანაირი მოციქული არ არის, ცრუ მოციქული არის, სწავლება არ შეუძლია, წერილებიდან რაც ვიცით, პირად საუბრებ, წერილებში ძლიერია, მაგრამ პირადად რო შეგვხვდება, არაფრის მაქნისია და ლაპარაკიც კი არ შეუძლია. ანუ ისინი პავლე მოციქულის ღირსებას და ესე იგი მის მსახურებას აკნინებდნენ. მაგრამ პავლე მოციქული პირდაპირ ამბობს, რომ იყოს ანათემა კონდეს მათ. ბრძოლა პავლე მოციქულსა და მოშურნეებს შორის იყო უთანასწორო. მოშურნეთ ჰქონდათ ზურგი, იერუსალიმის ეკლესია, ხალხის კეთილგანწყობა. პავლეზე ამბობდნენ, რომ პავლე არის რადიკალი. პავლე ეწინააღმდეგება ეროვნულ ფასეულობებს. პავლეს უნდა გააუქმოს ჩვენი ეროვნული იდენტობა. მაგრამ იერუსალიმის ეკლესიაში მოშურნეებს კეთილგანწყობა ჰქონდათ მართალია ახლა იესო ქრისტეს წამთ, რომელიც ჩვენ არ მოგწონს, მაგრამ სჯულს იცავენ, ჩვენ ტრადიციებს იცავენ, ყველაფერს მისდევენ, არ აუქმებენ ჩვენ ეროვნულ ტრადიციებს და იდენტობას. ამიტომ პავლე თითქოს უფრო მხარდაჭერილი არ იყო, მაგრამ მოშურნეთ ჰქონდათ ადამიანური რესურსები იერუსალიმში, როდესაც ჩავიდა პავლე იერუსალიმში, იაკობი ეუბნება, ნახეთ, რამდენი 1000 ვართ ჩვენ და ყველა სჯულის მოშურნენი ვართ. ანუ მოშურნეებს უფრო ჰქონდათ ეს ზურგი და გარკვეულად მთავრობაც უჭერდა მხარს. მთავრობა გულისხმობ, რომ უფრო მიღებული იყვნენ, უფრო იუდაურ თავშესაფარში იყვნენ და ალბათ ფარისევლებიც მანდამაინც არ დევნიდნენ მათ. მაგრამ პავლე იყო გამორჩეული. პავლე თავისი სწორი სწავლების გამო იყო დევნილი, თვით ეკლესიებშიც კი არ იყო ისე მიღებული ძვირფასებო. თითქოს განმარტოვებული იყო და იერუსალიმის ეკლესიიდან ჩამოსული მასწავლებლები თავს უფლებას აძლევდა, რომ ეკლესიები წაერთმიათ, ხალხი წაიყვანათ პავლესაგან. იმიტომ რომ ისინი თვლიდნენ, რომ პავლე იყო არასწორ სწავლებაში. და მათ უნდათ, რომ ესე იგი ყველაფერი ერთიანი თავიანთი სჯულით და სწავლებით ყოფილიყო. აი, მოდით წავიკითხოთ პავლეს ბოლო წერილი, რომელიც მან დაწერა და მიჩნეულია, რომ ეს არის მეორე ტიმოთეს მიმართ წერილი. წავიკითხოთ პირველი თავის 15-დან 18-მდე, მეოთხე თავის 9 და მე-14 მუხლი. ანუ როგორია პავლეს ბოლო მსახურების მდგომარეობა. ჩვენ ახლა დღევანდელ დღეს პავლე მოციქული, ესე იგი აი ესეთი მოციქული და გონია რომ ესე იგი ცაში იყო აყვანილი თავის დროზე. ხო, როგორც დღეს არის ახლა აყვანილი უმაღლეს სტადიაზე, მაგრამ თავის დროზე პავლე მოციქული თავისი სწავლების გამო იყო ძალიან დევნილი, გარიყული და მაგრამ ის იდგა თავის პოზიციას და მადლობა ღმერთს ამისათვის, რომ მან შეინარჩუნა ეს პოზიცია. პავლე მოციქული წერს ტიმოთეს, ეს იცი, რომ ყველამ მიმატოვა აზიაში. მათ შორის ფიგელოსმა და ჰერმოგენემაც უფალმა მისცეს წყალობა
ონისიფორეს სახლეულს, ვინაიდან მრავალჯერ გამამხნევა მან და არ შეცვლა ჩემი ბორგილებისა. ნახეთ ძვირფასებო, ბევრმა მიატოვა, მაგრამ დარჩა ერთგული ადამიანები. და ამბობს, რომ არ შეცვლა ჩემი ბორგილებისა. ანუ პატიმარი რო იყო პავლე, ბევრს სხვენოდა, ბევრი გვერდზე გადგა, მეც არ დამაპატიმრონ. იცით, როდესაც ჩვენ მქონდა პირველი სასამართლოები, ხო, ზოგ შეეშინდა, არ წამოვიდა სასამართლოზე, თუმცა ზოგიერთი მტკიცედ დადგა და ჩვენ გვერდით იყო. ამიტომ ეხლა თქვენ უნდა იცით, ჩვენი 21 საუკუნის ადამიანთა ტვინი ისეა მოწყობილი, რომ აი მოციქულები, გვირგვინები შარავანდედით ხატავენ და ესე იგი მთელი ხატები და რაღაც სტატუები, რა ქვია, ქანდაკებები და ასე შემდეგ, ხო? და გონია, რომ თავის დროზეც ასე დაატარებდნენ, ხელში დღეს რო დაატარებდნენ. არა ძვირფასებო. არა, როგორც მაშინ იყო დევნილი სამართლიანობა, ისე იყო ყოველთვის დევნილი და დღესაც. ის, რომელიც მხარდაჭერილი იყო და ის, რომელიც დევნილი იყო. რატომ იყო პავლე დევნილი? იმიტომ, რომ არ ქადაგებდა იმას, რაც მოწონდა ქვეყნიერებას. არ იყო კომპრომისული. ვინაიდან დემასმა შეიყვარა ეს წუთისოფელი, მიმატოვა და წავიდა. ეს ხალხი არის, რომლებიც მის გვერდში იყვნენ, მის მსახურები იყვნენ, მას მხარს უჭერდნენ და გამოეცალა ეს მსახურები. ზოგი გადავიდა სხვის მხარეზე, ზოგმა ჩათვალა, რომ ეხლა პავლესავით მე როდემდე უნდა ვიყო, არაფერი ხეირი არ არის მაგასთან ყოფნაში. იმიტომ აგერ ფული მაგან ვერ იშოვა, ვერაფერი, ბოლოს პატიმარი გახდა აგერ და რა იქნება ღმერთმა იცის და მე კიდე ცხოვრება მინდა. იფიქრა ეხლა დემასმა და მიატოვა, წავიდა. მე ჩემ ცხოვრებით უნდა ვიცხოვ, ცოტა უნდა გავიხარო რაღაცა, ერთხელ მოვდივარ დედამიწაზე და ხა სად ვსდიო პავლეს და მადლი დაუჯინია და ყველა დევნის და აგერ სხვა ხალხი, სხვა ეკლესიები ჭამენ, სვამენ, კარგად არიან, ხელმძღვანელებიც ყველაფერი აქვთ და ეს პავლე კიდე ციხეში ზის, მაშინ როდესაც ხვები საზღვარგარეთ დადიან, ფიქრობდა ასე. ამიტომ წერია პავლე მოციქული, რომ შეიყვარა წუთისოფელი, მიმატოვა და წავიდა. მარტო ლუკაღა არის ჩემთან, აიყვანე მარკოზი და თან წამოიყვანე, ვინაიდან მსახურებისთვის მჭირდება. პავლე ბავშვი აღარ არის, უკვე ასაკში არის. მაგრამ ესე მიატოვებდნენ, მათ ხო არ იცოდნენ 21 საუკუნეში გვირგვინს და ახატავდნენ და კოცნას დაუწყებდნენ. წამოიყვანე, ვინაიდან მსახურებისთვის სჭირდება. აკლდა ადამიანები, რომლებიც მსახურებაში ჩადგებოდნენ. მესპილენძე ალექსანდრემ დიდად მიბოროტა, უფალმა მიუძღოს მისი საქმეების მიხედვით. როცა პირველად ვიცავდი თავს სასამართლოზე, არავინ იყო ჩემთან. ყველამ მიმატოვა. ნუ ჩაეთვლებათ მათ, მე კი უფალი ამომიდგა მხარში და გამაძლიერა. დიდება ჩვენ ძლიერ ღმერთს. ნახეთ ძვირფასებო პავლე მოციქული, როგორი მიტოვებული, როგორი ესე იგი არავინ იყო ჩემთან, ადამიანი ესე იგი თავს იცავდა პავლე მოციქული. თავს იცავდა და არავინ არ იყო მის გვერდით, რომ ეთქვა, რომ ეს მოციქულია. ეს იცით, გამახსენდა ჩვენ ეკლესიის სასამართლო პროცესები რო ქონდა და ჩვენზე ამბობდნენ, რომ ეკლესია არა ხართ, პასტორი არა ხარ. და მადლობა ღმერთს, რომ ჩვენი ვიყავით ეკლესია, მაგრამ არავინ არ იყო სხვა ეკლესიებიდან, რომელიც იტყოდა, რომ კი ეს ნამდვილად პასტორია. პავლე მოციქული ძვირფასებო, პავლე მოციქულს როგორ ჩანს გაურბოდა ყველა.
მისი სწავლების გამო. მისი სწავლების გამო. ყველა მიმატოვა, როგორ წერს ძვირფასებო არა, ყველა მიმატოვა. ნუ ჩაეთვლებათ მათ, მე კი უფალი ამომიდგა მხარში და გამაძლიერა. დიდება იესოს. ყველა მიატოვა, მაგრამ უფალი არის ერთგული. მოშურნეთა ძირითადი იარაღი იყო პავლე მოციქულის ავტორიტეტის გათემა. რას ამბობდნენ? ის ცხებული არ არის და არც მოციქულია.